ევროპის კანონები რო იყოს საქართველოში დაამუშავდეს, ძალიან ბევრი მანდან გაიქცება სხვა ალბათ სადღაც საფრანგეთში. გაუძლებთ ამას კაცო? გაუძლებთ მაგალითად რომ ნებისმიერი მანქანა რომელსაც ატარებთ თვეში გადასახადი იყოს 100 ლარი. რო ატარებთ. სახლში რო ცხოვრობთ გადასახადი უნდა იყოს სულ ცოტა 300 ლარიდან 5000 ლარამდე. ყოველ თვე. იმის დამხეთ როგორი სახლია ღირებულების. ამას გაუძლებთ. ახალგაზრდებს მეგიციან. მომემზადოთ უნდა მაგ გაერთიანებისთვის. დიდ გაერთიანებაში რო შედიხარ, რა ღირებულებებით შედიხარ, ხა მაჭამე მასვე ეგრე ხომ არ არის. მე ის წესები მოგეწონება? აი ევროპაში რო წესებია, მოეწონება ქართველს. დღევანდელ ქართველს მოეწონება? რომ მაგალითად ბინებს რო აქერავებთ, მანდ გამიგდათ ბიუჯეტში ძალიან ბევრს არაფერი არ შეაქვს. აქ კიდე ბინას რო გააქერავებს ადამიანი, წილში გიძის მთავრობა, შემოსავლის წყაროა, ბიზნესი გაქვს. და ძალიან საკმაოდ დიდ თანხამი აქვს, იცით თუ არა? აბა რო ესე არ გამოვა ისე. ახლა კი სახლები ზოგს 5-6 აქვს გაქრეებული და არაფერი წამოწოლილია და არაფერი წილი არ შეაქვს რა. აი ამას რო წინ დაგიყენებენ მე ვისაუჯახდებით. მე კიდე წავა მიტინგები, აღარ გვინდა ევროპა. შენ საქართველოსკენ. რაღაცა აღზელობით ისე ჩავატაროთ რამე. მზად არა ვართ ევრო გაერთიანებისთვის. ხო და დრო ჭირდება მაგას და რა მოვა თაობა და თუ არ დაინგრა მანამდე, მე მაგინდა არ გინდა მაინც მოხდება ეგა, ხო ვიცით რომ ეგ მოხდება. მოხდება, აი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. როგორც საბჭოთა კავშირი საქართველოზე არ იყო დამოკიდებული დაანგრა, დაინგრა, რაც არ უნდა ახლა იქით-აქით სიარულით, ახლა ქუჩები რო ტკებნა კოსტავამ და საბჭოთა კავშირი მაგით სიარულით კი არ დაინგრა. ვინც იყო სათავეში მე მას შეცვალა. და ასევე ევროპაში გაერთიანები შენზე კი არ არის დამოკიდებული. ძალიანაც მოგინოდეს, ევროპული ქვეყანა უკრაინელი და ის არ მიიღეს. ევროპული ტერიტორია, დიდი ტერიტორია, მძლავრი ეკონომიკით, რესურსებით არ მიიღეს. თან კიდე მანამდე მისი ტერიტორია ოკუპირებული არ იყო. სრულიად ცარიელი იყო რუსული ბაზებისგან. რატო არ მიიღეს? აი, კითხვა მაქვს ესეთი. ჩვენ ახლა როგორ მიგვიღებენ ბაზები რუსული ჯარები დგას მანდა. ესე გავყოთ საქართველო? არ გინდათ რომ თქვათ აფხაზეთი ისე გაერთიანდეს საქართველო ერთიანი იმას შევიდეს და ქართველმა თავისუფლად გაიარ გამოიაროს აფხაზეთის ტერიტორიაზე რა, ზღვაზე დაისვენოს გაგრაში, სხვადასხვა ნესტიანი მხარე არ არის. აი ეგ მხარე ყველაზე კაი მხარეა, გაგრა განსაკუთრებით. ბიჭვინთა არ იცით სად არის? რა ლამაზია ეს ნახევარკუნძული შეჭრილი. არ გინდათ ეგა? ვერ გავიგეთ როგორ შეიძლება გაერთიანდეთ კაცო 11000 კვადრატული კილომეტრი არის იმ ზონაში. ამიგეთ რუსეთი რო ქვია. და ხაზია მცოცავი ოკუპაცია რო იწახით. აი ეს ახალგაზრდებს ეთყობა საერთოდ განცდაში აღარა გაქვთ რა. კი, არ არის პრობლემა, გავიდეთ, კი გვინდა, ისინი არ მიგვიღებენ. მოთხოვნილება ასეთია, თქვენ თანახმა ხართ რომ ქვეყანა გაიყოს ორად? და ამაზე ხლა რუსი დაგაგვანებებს ჩვენ? ვინ კი გითხება შენა? ხო წაიღე რა ნახევარ ტერიტორია. აი აქაც ქართველი გადაირევა რა, რომ არავითარ შემთხვევაში გაყოფა. არ გვინდა ევროპა. აი რატომ არ უნდა იმ ნაწილს ევროპა? რომ აი ფსიქოლოგი ყველანაირად კარგავს უკვე აფხაზეთს და ოსეთს. ესე გონიათ მათ. აი ეს გაუგებრობაა საქართველოში და რო ყვირი ხართ ამ ევროპა. არ მე ხო არ გეტყვის ახლა ევროპა რა, გაყავით რა ეგ ტერიტორია, რო არ შეაგინო, ის თავის თავს უფრთხილდება. ჩვენ ვერ ხვდებით ასეთ დებილები ვართ. ძალიანაც რომ მოინდომოთ, არ გაგაერთიანებენ არა, იმიტომ რომ მოთხოვნილება ასეთი თუ გინდა რომ ნახევარი საქართველოსთვის შემოხვიდე, გავყოთ და რუსეთი მანდ იქნება, ჩვენ მანდ მოვალთ. დათანხმდება მას ქართველი, ნახე რუსებმა რა კარგად გათვალეს ეგ რუსმა პოლიტიკოსებმა, რომ მოდი დავიკავოთ ეს ტერიტორია და ქართველი ვერ წავა ვერსად. ახლა ევროპის გასაგონად მინდა რომ ვთქვათ, ხო ევროპელი ეგრეთ წოდებული თავგასიებულები ხო არიან. აი ჯარი იდგა უკრაინაში. იქ ავტონომია იყო. იმხელა ტერიტორიას ქონდა რაიმე ავტონომია, რესპუბლიკები ქონდა ვინმესი? არა, ხალხი რუსები ცხოვრობდნენ იქა, დონბასსა და იმეებში გამიგე და მიზეზი რომ ავიწროებენ რუსებს, თელია ეს დაიხვიეს ხელზე და სანამ ამას გააკეთებდა რუსეთი ევროპამ რატო არ მიიღო უკრაინა? ამიხსენეთ, აი ამიხსნას ევროპელმა უკრაინა რატო არ მიიღე? რა ჩააყენე რიგში? აბა კანდიდატი, აბა კარე ვიღია. კაი, ჩვენ აზია ვართ, ჩვენ კავკასია, გადასაყრელები ვართ. აი უკრაინელებს არ სერჩოდი შედალოცილო ევროპა, ვა. მიიღო მაგის დადავატირია, ან მოლდავეთი კიდე რატო არ იღებ იმას კაცო?
აგერ ევროპული სულისკვეთებით არის მოლდაველი აირჩიეს მთავრობა ევროპული იმით. მიიღეს. აი როცა ამას მიიღებენ, უკვე ჩვენ შეგვიძლია ჩვენ მთავრობას ტყავი გავაძროთ, რომ ეს არ გვიღებს. თქვენ ახლა ევროპაში არ შეცვლას აბრალებთ საქართველოს, ეს შეცდომა. ევროპა არ გვიღებს, იმას უნდა დავაბრალოთ ჩვენ. და უნდა შევიკრათ მთავრობა და ხალხი. მთავრობა კი არა, ევროპა არ გვიღებს ხალხო, ამათაც არ უნდათ ახლა, მაგრამ ამ ეტაპზე ევროპა არ გვიღებს. უკრაინა არ მიიღო. ჩვენ კიდე ისეთი მძიმე რეგიონია, რომ ჩვენ როგორ მიგვიღებს, კაცო, გამორიცხულია ძალიანაც რომ ვიყვიროთ. ხო, არ მიგვიღებს, იმიტომ რომ თქვი ქართველის დიდი უმრავლესობა არ გაყოფს საქართველოს ორად. არ გაყოფს, უცნაურია. ერთი პერიოდი და თვითონ დაინაწილეს ბაგრატიონება სამეფოდ და ხუთსამთავროდ და ეხლა კაცო, როდემდე უყუროთ აფხაზეთ და ოსეთს რა. პირადად ჩემი აზრი გარკვეულია. გავყოთ. მაინც შემოვლენ ეგენიც. ჩვენ გავასწრებთ, ეგენი დაგვეწევიან. რუსებიც დაგვეწევა. თუ ეგ მიზეზი არის, პარლამენტში პარტიის ისეც არა ჩანს, რომ თქვას, რომ თანახმავთ. ბოლო-ბოლო ევროპამ გაგვაგებინოს, რატო არ გვიღებ რა? დააყენა ვინმე მეგა. აი რატო არ გვიღებ, რატო? რა მოთხოვნილებია ესეთი არ ვასრულებთ. ხო, აგერ დამაბეგვინე ეს ხალხი ამ პარლამენტში რა ქვია, წინ და უკან რო დადიონ ტრანსგენდერებიც ხო ყავთ? ხო ყავს. ჰომოსექსუალისტებიც ხო ყავს. პარადებიც ხო ვატარეთ. გავიდა წლები არ მიგვიღე პირველი რო ჩავატარეთ და მე ეხლა ტყილე ესენიც დაგვაბეგვინე და არ მიგვიღე. გაგვაგებინოს ევროპამ, რატო არ გვიღებ ჩვენ რა? ხო გაბრაზდა ის სალომეც. და თქვენ კიდე ეჭხუბებით საქართველოს მთავრობას იმის მაგვირად, რომ ანტი-ევროპული მიტინგები ჩაატაროთ რა მოთხოვნილებით, რატო არ გვიღებ? რატო არ გვიღებ? თქვენ კიდე მთავრობას აგირებთ. თითქოს მთავრობაზე იყოს დამოკიდებული თქვენ ევროპაში შესვლა. არც მთავრობაზე არ არის დამოკიდებული, მოსახლეობის ინტერესებია შესწავლილი მთავრობის მიერ და მოსახლეობის 70-80%-ს არ უნდა ნახევარი საქართველოს ევროპაში შესვლა. არ უნდა, იმიტომ რომ მან ბაზებია რუსეთის და აფხაზეთი, ყველა ოცნებობს გაერთიანებულ საქართველოსზე. აი აფხაზეთი დაბრუნდებიან ისინი ტოლვილები. ხო ეს არის. აი ამით სარგებლობს მთავრობა და პური ჭამა მიდის და დროს ტარება და მე ვერ გავიგე ხლა ახალგაზრდებს რა ევროპა უნდათ. მითუმეტე საზღვრები გახსნილია. ვისაც სად უნდა იქ დაწანწალებს და ასეთი უსწორმასწორო გაუგებარ სიტუაციაში ევროპა არ შემოვა რა. იმას ისედაც ეყოფა თავისი პრობლემები და ახლა ერთი პრობლემა დაიმატოს საქართველოს სახით და რუსეთი გადაიკიდოს რატო? და ყველაზე კაი მაგალითი კიდე მაქვს უკრაინა რა. მან არც ავტონომია იყო, არც ოკუპაცია იყო, არაფერი არ იყო და უკრაინა ნახევრად დღეს ჩააგდეს რა. ომი დაიწყო, მაშინაც არ მიიღეს. ეხლა მაინც გააკეთე და არ გააკეთებს, იცი რატო? მან სხვა კანონები მუშაობს დასავლეთში.